გამარჯვებით ქართველებო, ქრისტესთვის, სვიადისთვის და საქართველოსთვის. დღეს 27 სექტემბერია. ჯვართამაღლება. დავიწყოთ ლოცვით. აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა, ღვთიდაცულსაერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველ ქვეშა მისე დაიცევ, რათა ვიტყოდეთ უფალო დიდება შენდა. დღევანდელი დღე კაცობრიობისთვის არის ზეიმის დღე. იმიტომ რომ დღეს ჯვარი ამაღლა და ასევე იწოდება ჯვართამაღლების დღესასწაულად ეს დღე. რამე თუ გამოსდა ჯვრის ძალა. ამ ისტორიებს მე დღეს არ შევუდგები, რამე თუ დღეს ჩვენ პოლიტიკური გადაცემა გვაქვს და არა რელიგიური. მაგრამ რა ხდება აქ საქართველოში? ეს რელიგიური დღესასწაულიც კი ჩვენ შეგნებულად გვიქციეს ტრაგედიად. კერძოდ გახსოვთ თქვენ ალბათ 1993 წლის 27 სექტემბერს ედუარდ ჩევარდნაძემ საბჭოთა პოლიციელმა მის თავის ნომენკლატურასთან ერთად აფხაზეთი ჩააბარა ტერს რუსეთს, რუსეთის იმპერიას უпростоრედ და არა რუს ხალხს. ეს უკვე ფაქტია და ამაზე ჩვენ მოგახსენებთ თვითონ ედუარდ ჩევარდნაძეს ინტერვიუებიდან. თვითონვე აღიარებს როგორ ჩააბარა მან აფხაზეთი და რა უყო მან აფხაზეთს. აქ ერთი საკითხია, რომ დღევანდელი დღე იმის მაგივრად რომ ქართველმა ერმა დღესასწაულოს და ჯარს თაყვანისცეს, ეს დღე არის გარკვეულწილად გლოვის დღე, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ადამიანმა დღესასწაულო და გახსენდეს 27, როდესაც საქართველოს ნაწილი ეს ჩაბარება, ჩამოჭრა მოხდა 27 სექტემბერს. მე ძალიან მოკლედ მინდა ეს კურსი გავაკეთო, რა უძღოდა 27 სექტემბერს მანამდე. ძალიან მოკლედ და მე დოკუმენტებით დაგელაპარაკებით და ბევრ საინტერესო მასალას გაგაცნობთ. უპირველეს ყოვლისა მე ყველა იმ ადამიანების ოჯახს უცხადებ თანადგომას, უცხადებ ლუგეშისცემას, ვინც აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიაზე ამ უსამართლო ომში კი არ დაეცა მოწყვიტა ედუარდ ჩევარდნაძემ. მოწყვიტა რამე თუ მისთვის ისინი მომავალი მტრები იყვნენ. რომ ბევრი ის ადამიანი, ვინც ასე ვთქვათ პატრიოტული სულისკვეთებით იბრძოდა იქ, რა თქმა უნდა მოტყუებული, მაგრამ ეს პატრიოტული სულით იყო გაჟღენთილი, ყველა ეს პატრიოტი ადამიანი ედუარდ ჩევარდნაძეს პოტენციური მტერი იყო. რამე თუ საბჭოთა პოლიციელისთვის ყოვლად მიუღებელი იყო პატრიოტიზმი და მასთან
მდგომი საბჭოთა თუ გინდა ინტელიგენცია, თუ გინდა საბჭოთა ნომენკლატურა, ყველა ესენი იყვნენ, ასე ვთქვათ, ქართველთა მოძულეები. მათთვის საქართველო წარმოადგენდა სალაფავს და არა ტერიტორიას, სადაც ქართველი ერი უნდა გამრავლდეს და მან თავისი სულის სამშინველი შესაძლებლობა გაამრავლოს, ასე ვთქვათ, მოქცეს ნაყოფი. თუ ვაზი ნაყოფს არ იძლევა, მას ჭრიანდა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაზი, როგორც ქართველი ერი, მას საქართველოს ტერიტორიაზე უნდა მოეცა და უნდა მისცეს კიდეც ეს ნაყოფი. იძლეოდა საუკუნეების განმავლობაში და მთელი მსოფლიოს ისტორიის მანძილზე კავკასიიდან, საქართველოდან მოდიოდნენ ის ხალხი, ვინც კაცობრიობას აძლევდა იდეებს, შთაგონებას და მიზანს ცხოვრებისას და არა მარტო, ასე ვთქვათ, ცხოველურ გრძნობებს, რომელიც მარტო ჭამას მამდეა დაყვანილი ჩემოკარგები. მოდი ახლა ჩვენ დავიწყოთ იმით, რომ რო არ მოხდარიყო 1991 წლის 21 დეკემბრის სამხედრო კრიმინალური რევანში და რას ნიშნავს რევანში, იმიტომ რომ როდესაც ზვიად გამსახურდიამ ქართველებთან ერთად გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს უბრალოდ აღადგინა დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე ამას ვიმეორებ, რამე თუ ზოგჯერ ჩასაფრებული ადამიანები ყოველ სიტყვასაც კი, ასე ვთქვათ, კრიტიკებენ და ამას ცუდი არაფერი არ არის პრობლემა. ამიტომ ვაკონკრეტებ. მაშინ დამარცხდა არა მარტო საქართველოში კომუნისტური იდეოლოგია, არამედ მთელ საბჭოთა სივრცეში და მთელ მსოფლიოში. როგორც ვაცლავ ჰაველი ბრძანებს, რო არა 9 აპრილი, იგულისხმება ორივე 9 აპრილი, ეს 1990 9 აპრილი და 1991 9 აპრილი აღმოსავლეთ ევროპა არ განთავისუფლდებოდაო. ეს ფაქტია, ჩემოკარგები. ასე რომ, როდესაც დამარცხება პოვა, მთელი საბჭოთა სისტემა ჩაერთო, შური ეძია ერთადერთი მართალი კაცის კარგი გაგებით, რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ და ქართველი ერის წინააღმდეგ და დაერაზმა მთელი ეს ლეგიონი. სიცრუის მანქანა მუშავდა და დაიწყო ღია თუ დაფარული ომი დამოუკიდებელი საქართველოს და დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. როდესაც მას ვერ მოუგეს, გულისხმობ პოლიტიკურად და ყველა ნაღმზე მან გაიარა როგორც ანგელოზმა, პროფესორად ღმერთმა ხელში აიყვანა და ისე ატარა აი ამ ნაღმებს, მაშინ უკვე მათ დაიწყეს უკვე პირდაპირი შეტევა. გულისხმობ რას ააჯანყეს ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, ეთნიკური ჯგუფები. საქართველო არის ერთიანი, განუყოფელი. რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები
და მათი უფლებები არა მარტო დღეს, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, როდესაც ევროპა ანადგურებდა, აღრჩობდა, წვავდა, კლავდა, ამ ჯგუფების უფლები საქართველოში ყოველთვის დაცული იყო და დაცული იქნება მუდამ. მაგრამ ქართველი ერი ვერ შეურიგდება ვერასდროს მისი ტერიტორიული ნაწილის წართმებას ეგრეთ წოდებული რაღაც ჯგუფების სეპარატიზმსაც არ დავარქმევდი ამას. სეპარატიზმი არის, როდესაც ასე ავტოქტონური მოსახლეობა და რაღაც გამოყოფა უნდა. სხვა ქვეყნიდან შემოსული, შემოგზავნილი ადამიანები, რომ მოითხოვონ ქვეყნის გარკვეული ნაწილში თავისი სახელმწიფოს დაარსება, ეს მე არ ვიცი ალბათ. არც ერთი სახელმწიფო ამას არ დაუშვებს და არც დაიშვება. პუჩის მერე, რომელიც განხორციელდა 91 წელს, დაიწყო უბრალოდ დეკემბერში, ბრძოლები გადავიდა სამეგრელოს ტერიტორიაზე. და ასევე უნდა აღნიშნო, რომ თბილისის ტერიტორიაზე, თბილისში, ბოდიში ყველგან ტარდებოდა მიტინგები და 100,000-იანი და ძალიან დიდი, მშვიდობიანი მიტინგები ტარდებოდა. მაგრამ ხელჩართული ბრძოლები რატომღაც საოკუპაციო რეჟიმმა გადაწყვიტა დაეწყო სამეგრელოში. ეს იყო მზაკრული გეგმა, რამე თუ შენ გინდა აფხაზეთი ჩააბარო, თავისთავად სამეგრელო უნდა გადაიკიდო, იმიტომ რომ სამეგრელო არის მოსაზღვრე ტერიტორია აფხაზეთის. აფხაზეთი არის არა ერის სახელწოდება, არამედ ტერიტორიის ჩემოკარგება. ამის ხაზი უნდა გაუსვა, აუცილებელია. ამიტომ აფხაზეთის ტერიტორიაზე სამეგრელოს პატრიოტები, ვინც იბრძოდნენ საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, ბევრი მათგანი გადადიოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე და მაშინ აფხაზეთის გააჩნდა სტატუსი აფხაზეთის რესპუბლიკა. ავტონომიური რესპუბლიკა დავაკონკრეტებ. ასევე ამ ავტონომურ რესპუბლიკაში ასე ვთქვათ, საკონსტიტუციო უმრავლესობა გააჩნდა ქართველებს და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიეღოს საკანონმდებლო ორგანოს, ქართველების უმისვათ ამის გადაწყვეტილება ვერ მოხერხდებოდა. ასე რომ აფხაზეთის საკითხი ზვიად გამსახურდიამ იურიდიულად მოაგვარა. რაც შეეხება სამაშაბლო საკითხს, თქვენ გახსოვთ ალბათ ყაზბეგის შეხვედრაზე ზვიად გამსახურდია ბორის ელცინს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა და იქ მოხდა ხელმოწერა და საერთოდ გაუქმდა ავტონომიური ოლქის ავტონომიური რესპუბლიკა არ იყო. გაუქმდა. ასე რომ ერთადერთი ტერიტორია, რომელიც იყო დარჩენილი, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ და სადაც არ შეიძლებოდა აფეთქებულიყო რამე, ასე ვთქვათ, რუსეთს ვერ შეეძლოს, იყო აფხაზეთის ტერიტორია. ამიტომ აუცილებელი იყო ამ ტერიტორიის როგორმე, ასე ვთქვათ, ცეცხლის კვალში გაეხვიათ და ეს შევარდნაძემ დაიწყო ზუსტად. ერთჯერ დალაშქრა ჯერ სამეგრელო, პირწმინდად გაძარცვა თავისი ბანდიტების საშუალებით. სახლები გადაწვა, ხალხი გაუპატიურა, დახოცა. ამაზე არსებობს წიგნი წალენჯიხელი ჟურნალისტის ფიფიას, სადაც გადმოცემული აქვს მთელი ეს ტრაგედია, რაც კი მოხდა სამეგრელოში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში და მოწმეების სახით მოყვანილია კერძო პირები, ვინც ყვებიან იქ, ასე ვთქვათ, არაზვიადისტები, არამედ ჩვეულებრივი მოსახლეობა ამცნობენ აი ამ ბარბაროსურ უნახავ ძალადობას საკუთარი ერის კუთხის წინააღმდეგ.
რა თქმა უნდა, მომხდურები იყვნენ ტრის მიერ გამოგზავნილი ძალა, რომელიც იყო ქართული შეფერილობით. ამის მერე თქვენ გახსოვთ, რომ დაიწყო მან აფხაზეთში ომი, შევიდა აფხაზეთში, ისე რომ ედუარდ შევარდნაძე არ წარმოადგენს არავის. არანაირი არჩევნები ჩატარებული არ არის. ედუარდ შევარდნაძე არის, ასე ვთქვათ, ქუჩის ბიჭი. დაახლოებით ესეთი არა, იბრიდიულად ესეთი ფორმაა და დაარჩენი სამი ბიჭი ყავს კიდე გვერდზე, ძმაკაცები, ჯაბა იოსელიანი, სიგუა კიტოვანი და ტიპებმა გადაწყვეტეს სახელმწიფო მართვა რა, ითამაშოს სახელმწიფო მართვა. და იმის გამო, რომ საკუთარი ძალაუფლება, ეგრეთ წოდებული ძალით მოპოვებული გაემტკიცებიათ, მათ ყურადღება გადაიტანეს მოსახლეობის აფხაზეთის ტერიტორიაზე. სამეგრილოში რო უკვე გაწყნენ და არ ეყოთ ეთყობა, მერე დაიწყეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ძარცვა, გლეჯვა, არანაირი ისინი არ შესულან იქ ან ტერიტორიის, ან ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული აფხაზების წინააღმდეგ, ასეთი აზრადაც მათ არ ქონიათ. რაც მოხდა თვითონ უნდა თქვენთაგან მეცე და მე არ განვაგრძობ. მე ახლა მინდა უბრალოდ ერთი კადრი გაჩვენოთ. მერე წაგიკითხოთ ედუარდ შევარდნაძეს ინტერვიუ ასავალ-დასავალში და ბოლოს დაგისვათ შეკითხვები, რომელიც არ არის მარტო ჩემი, რა თქმა უნდა, ეს არის ეროვნული მოძრაობის ქალბატონ მანასი არჩვაძე გამსახურდიაზე მაქვს საუბარ, რომელიც არის ივრიდიულად კანონიერი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი, რომელიც დანიშნა უზენაესმა საბჭომ კენჭის ყრით. როდესაც იყო უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე დათო გოგაძე 2001 წელს. ასე რომ მოდი დავიწყოთ ამ ვიდეოს ჩვენებით და მე თქვენ მერე Алло, Казик, кто немножко нагрели во время конфликта со Сбядис. Дмитрий Корчинский окончил исторический факультет Киевского университета. С 1991 года командовал боевиками УНАУНСО в Грузии. Воевали в Казик, кто немножко нагрели во время конфликта со Сбядис. უსმენთ ახლა აქ არის საუბარი უკრაინის ეგრეთ წოდებული ნაციონალისტები როგორ იბრძოდნენ ეს არის ვიად გამსახურდიას მიმართვა Республики Грузия от 14 августа 1992 года. ეს 14 აგვისტოს როცა ეგრეთ წოდებული ომი დაიწყო აფხაზეთში. Предводитель преступной военной хунты Грузии Шеварднадзе начал широкомасштабную карательную операцию в Абхазии. Я призываю грузинский народ, народы Кавказа, всю мировую общественность, всех людей доброй воли защитить от геноцида малочисленный, многострадальный абхазский народ, грузинское население Абхазии. Со стойкостью приостановить шеварднадзевские карательные банды и выявить его политику хищнического грабежа и геноцида. გესმით? რუსთავი 2 როგორ ხდება ქვეყნის მტერს, რომელმაც ქართველი ადამიანების სიხში აქვს ხელი გასვრილი. თავისით აღიარებს და არავინ არ თხოვს პასუხს. ამ ადამიანს შენ რატო დაღვარე და რა გინდოდა საქართველოში? დღეს რა ხდება უკრაინაში იცით თქვენ ალბათ.
ამიტომ ვინც მახვილი აღიღოს, მახვილი თავი შეიმუსლოს. კამერის გარეშე ესაც იამანი ფიქსირებს, როგორ მონაწილეობდნენ გამსახურდიას დამხობაში. და გახარებული უშვებს განმაგის ჩვენთვის. კამერის გარეშე ესაც იამანი ფიქსირებს, როგორ მონაწილეობდნენ გამსახურდიას დამხობაში. ხედა, გამსახურდიას დამხობაში კი არა, საქართველოს დამხობაში თქვენ ნაძირლებო თქვენა. გამიგეთ? მაგრამ ამათ გამსახურდია განყენებული აქვს, გამიგეთ? გამსახურდია კი არა, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დამხობაში. ყურე ამას გამარჯობა უნდა უთხრა აი ამ საქონელს არა დიდი ბოდიში ამ სიტყვისთვის არა და ესენი მე ტელევიზია ქვი ახლა ამას არა და აი სადაა პროკურატურა სადაა უშიშროება ეს ხალხი ციხეში უნდა იჯდეს ყველა თითოეული მათგანი და ამაზე გამოძიება უნდა იყოს უკვე წარმოებული ეს უკვე არის 2014 წელი, როდესაც უკრაინა დაეწყო ომი შიდა ეგრეთ წოდებული არანჟევი რევოლუცია, ესე იგი ყვითელი რევოლუცია რა ახლა ეს ამას ქართულად მეტყველი ადამიანი ქვია რა ამას მერე გამოვა და პატრიოტობაზე დადებს თავს ჩემო კარგებო ბევრ საინტერესო რაღაცებს გაჩვენებთ მე თქვენ დღეს შემთხვევით ადამიანს და მთელი უკრაინის ბანდიტები შეერაყეს. როგორც საქართველოში გახსოვთ თქვენ 4000 პატიმარი რო გაუშვეს ჯაბა იოსელმა ძმანმა მისმა და შეუსიეს სამეგრელოს მერე. აქაც იგივე მოხდა. და გაიხლიჩა კიდეც გახსოვთ თქვენ უკვე დონბასი უკრაინის ტერიტორიის შემადგენელი არ არის და კრიმზე ხო საერთოდ არაფერს არ ვამბობ. ჩემო კარგებო. მოусმინეთ ახლა. უპატრონოთ დაიგულა. ჩვენი მამული მერაგულად შემოგვესია. მას ეგონა. ყველას ეხება ეს. გამორონებული ხალხი. ეს არის ვიად გამსახურდია ჩამომბრძანება ზუგდიდში. აუცილებელია მე ეს თქვენ გაჩვენოთ. შემოგვესია მერაგულად. შლებს ჩვენს თანამოძღვრებს. არ ნახული ბარბაროსობით. არ ადამიანობით. ანციფნებს. ელსოფლიოს ის მდერი საკეცებულია კიდევ უფრო დიდი ინტერესია მოусმინეთ კარგად ორივე დამარცხება შეროდეთ ორივე დამარცხება საქართველოს იგულისხმება რუსეთის იმპერია და ამერიკის შეერთებული შტატები უпростоრად ევროამერიკული იმპერია ეს ეუწოდა ზვიად გამსახურდია ჩვენ დაუშვებთ ჩვენი დევის და ძმების სისხლის ბრას ჩვენ საკადრის პასუხს გავაცემთ იმას ვისაც გონია რომ საქართველოს უპატრონოა არ არის საქართველოს უპატრონო არ არის ამაოდ გონიათ პატრონებო ამაოდ გონიათ რომ საქართველოს უპატრონოა საქართველოს ხალხს პატრონი და მალე დაინახავენ ისინი პატრონის ძალას მოусმინეთ კარგად. სიკეთის უკადაგებელი, სათმაების უკადაგებელი, მერქი,
რომელიც მოევლინა დედამიწას და დადიოდა დედამიწაზე იესო ქრისტე ბრძანებს ვინცა მახვილი აგებოს მახვილი თავე შეიმუშოს ამენ ეს არის 24 სექტემბერი ბატონებო, როდესაც ზვიად გამსახურდია ჩამოგზანდა ზუგდიდში და 3 დღის მერე უკვე ხდება, ასე ვთქვათ, აფხაზეთის ჩაბარება. ეხლა მე მინდა კონკრეტულად წაგიკითხოთ ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ 2010 წლის 18-24 იანვარი ნომერი 3 799 ნომერი დასავალის გაზეთი. ეს სინამდვილეა ბატონებო, ეს 27 სექტემბერს ეხება და ამიტომ გიკითხავთ. ედუარდ შევარდნაძე სათაური ასეთია. ჯერ კიდევ როდის გითხარით, რომ აფხაზეთის დაკარგვაში დამნაშავეა მაშინდელი სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე. თვითონ ბრძანეს ბატონებო. ხლა ამ სტატიის წაკითხვას მე არ შეუდგები, წაგიკითხავთ აქედან ამონარიდებს. მაშინ ახლა ის მითხარით ბატონო ედუარდ, რამ გაიძულათ გაზეთში დაბეჭდილი ინტერვიუებში თქვენს მიერ დაშვებული არაერთი შეცდომის აღიარება? მაგალითად ბატონი სიგუა ამბობს, რომ ეს მან გაიძულათ თავისი ინტერვიუებით და ბრალდებებით. პასუხობს ედუარდ შევარდნაძე. არ მესმის სიგუამ როგორ უნდა მაიძულოს, რამეს თქმა ან აღიარება, თუ ეს მე თვითონ არ მინდა. ჯერ კიდევ, როდეს გითხარით, რომ აფხაზეთის დაკარგვაში დამნაშავეა მაშინდელი სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე. სანამ სიგუა რამეს დაწერდა, მე მანამდე ვისაუბრე გაგრის ტრაგედიაზე. სოხუმი რატომ ჩავაბარეთ? თავისპირით ამბობს, იგი ჩავაბარეთ და არა დაეცა. მეტი რაღა გინდა ხალხო, თქვენ რატო იძახით ამას, რომ დაეცაო? ჩავაბარეთო, წერს თვით ედუარდ შევარდნაძე. როგორ ჩავაბარეთ და ისიც ვთქვი თქვენთან ინტერვიუში, რომ თუ სოხუმი დაიკარგებოდა, თვით მკვლელობა მქონდა გადაწყვეტილი. ნუ ეხლა ედუარდ შევარდნაძემ როგორ მოიკლა თავი, ჩვენ კარგად ვიცით და რისი თავის მომკვლელი იყავი, შემამაცხონებულო, შენი იმისთვის ჩამოხვედი, რომ იმის გამოგაგზავნა იმპერიამ, რომ ეს ჩაგებარებია და ასე ვთქვათ, მოღალატე ქართველების ხელით და სპეცსამსახურების შინაური თუ გარეული თუ რუსული თუ ევროამერიკული ეს გააკეთე. ასევე შეკითხვა ამ გაზეთში უпростоრეთ შევარდნაძე არ აგრძელებს. არ გვინდა გვარი ხსენება ჟიულის სოხუმში გაგზავნის გადაწყვეტილება, რომ მივიღე, ჩემი არგუმენტი იყო შემდეგი. ჟიულ შარტავაზეა საუბარი. მას უამრავი აფხაზი მეგობარი ყავდა და ვფიქრობდი, რომ იქ მშვიდობას დაამყარებდა. დიდ როლს შეასრულებდა, როდესაც აფხაზეთში გადასვლა შევთავაზე, როგორც გითხარით, არ უნდოდა. თავდაპირველად უარი მითხრა, აბა რა ვქნა, მზად ვარ, მე თვითონ წავიდე, მაგრამ აქ ხომ საქმეს მიუხედავად უნდა ქვეყნის მართვა უნდა მეთქი. მეორე დღეს მოვიდა და მითხრა, რომ წავიდოდა. ესე იგი, ააგდო სინდისზე რა. ამის გამო სინალურს არ გზნობთ.
არა, რა თქმა უნდა. თუმცა როდესაც მიდიოდა პირდაპირ არ მithქვამს მისთვის, მაგრამ მინიშნება გავაკეთო, რომ თუ აფხაზეთში საქმე კარგად დამთავრდებოდა, შიული ჩემი მემკვიდრე უნდა ყოფილიყო. ასე მქონდა ჩაფიქრებული. გესმით ხალხო? აქ მემკვიდრეობაზეა საუბარი. თავის პირით ამბობს ედუარდ შევარდნაძე, რომ საქართველოში არანაირი არჩევნები არ ტარდება, არ ჩატარებულა, არამედ ის განიხილავდა, ბჭყალებში განიხილავდა ჟიული შარტავას თავის მემკვიდრედ და თავის მემკვიდრედ ვინ მოგვივლინა, თქვენ კარგად იცით. ასევე მე მაქვს ვიდეო, სადაც საუბარია 2 წუთი და მე ამ ვიდეოს ვიპოვი, აუცილებელია ბარემ რომ ეხლავე თუ მომითმენთ ბოდის გიხდით ექსპრომტად მიდის ჩვენი ის და აგერ ვინ გახადა მან თავის მემკვიდრედ მოусმინეთ კარგად. ეს სააკაშვილი თავის ედუარდ სააკაშვილთან ერთად არის. აი ჩემო კარგებო, ვინ იყო მისი მემკვიდრე და არა ჟიული შარტავა და მან სააკაშვილი თავის მემკვიდრედ დატოვა, ჩემო კარგებო. ყველაზე რთული წელია ეს ისტორიაში ჩვენთვის. ბოდიში. დღეზე გკითხოთ. ასე რომ ვაგრძელებთ კითხვას. საინტერესოა, როგორია პრემიერ-მინისტრ თენგუა სიგუას როლი აფხაზეთის ტრაგედიაში. როცა არძიმბა მოველაპარაკე, რომ მატარებლის კონტროლი ერთად მოხდებოდა, მან მითხრა წარმომადგენლის ჩასვლა, რომ დეტალებზე შევთანხმებულიყავით, რადგან დედაქალაქში არეულობა იყო. მე ვერ წავიდოდი და სიგუა გაუშვი. არ ვიცი როგორ იმუშავა და რა გააკეთა, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ ასეთი რამ მაქვს ნათქვამი. შესტომა დაუშვი, რომ არძიმბასთან შესახვედრად სიგუა გაუშვი. მე უნდა წავსულიყავი. არძიმბა მე ვერ დამემალებოდა მეთქი. თუმცა ისიც გასაკვირია მართლა, დაემალა თუ არა არძიმბა სიგუას. ის თქვენ გადანაშაულებთ აფხაზეთის დაკარგვაში, როგორც მაშინდელ სახელმწიფო მეთაურს. თქვენ თუ თვლით მას დამნაშავედ, როგორც მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, მე ის შემიძლია გითხრათ, რომ აფხაზეთის დაკარგვაზე შევარდნაძეა პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის. თავის თავზე ამბობს ედუარდ შევარდნაძე. ანუ მთავარი პასუხისმგებლობა თქვენ ხართ? პასუხისმგებელი თქვენ ხართ? რა თქმა უნდა, პასუხობს ედუარდ შევარდნაძე. ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. ომი სწაგება კი თუ შეცდომა არ დაუშვებს, შეუძლებელია. თქვენ თქვით, რომ აფხაზეთის დაკარგვის გამო თავის მოკლა გინდოდათ. როგორ ფიქრობთ, გაუჩნდებოდა თუ არა იგივე სურვილი სააკაშვილს, როცა ცხინვალის რეგიონი ახალგორის კოდორის ხეობა სულ რაღაც 2 დღეში დაკარგა? პასუხობს ედიკა. არ მინდა ამ პრეზიდენტზე ლაპარაკი. პრეზიდენტზე თუ მემკვიდრეზე ბატონო ედიკა. ამხანაგ უბრალოდ ამხანაგო ედიკა. აფხაზეთი თქვენი შეცდომების გამო დაიკარგა. ცხინვალის სააკაშვილის შეცდომების გამო. გამოდის, რომ თქვენ და სააკაშვილმა საქართველოს წინაშე ერთნაირი სიმძიმის დანაშაული ჩაიდინეთ. შეკითხვა,
კორესპონდენტის. აფხაზეთის დაკარგვაზე მე პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი. მართალია მთავარსარდალი არ ვიყავი, მაგრამ ვიყავი სახელმწიფო მეთაური. და შესაბამისად პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი. ისევე როგორც შეკითხვას ვამს ჟურნალისტი სააკაშვილის ცხინვალის დაკარგვის გამო ეს მიხეილს კითხეთ. გზნობს თუ არა ამის პასუხისმგებლობას. აი ჩემო კარგებო, ინტერვიუ ედუარდ შევარდაძეს თავის პირით აცხადებს, რომ მან ის ჩააბარა ეს ტერიტორია და არანაირი ის არ მომხდარა დაცემა. დაცემასა და ჩაბარებას შორის არის დიდი განსხვავება ბატონებო და ქართულში ეს მე მგონი ყველასთვის ცნობილი რამეა, ხო ეგრეა? ეხლა მე რო ბევრი არ გავაგრძელო, მოდი დავსვათ ჩვენ რამოდენიმე შეკითხვა და განვიხილოთ ეს ინტერვიუ და რაც მოხდა. ასევე მე მინდა სანამ ამ საკითხზე გადავალ და ბოლო შეკითხვებს დავსვამდე, ბალტინის საკითხი წამოვწიო აქ. ედუარდ ბალტინის და მოდი აი ბალტინის ვიდეო მინდა მე გაჩვენო თქვენ. სულ ცოტა და ასევე მინდა გითხრათ რომ რა მოხდა აი ამ 27 სექტემბრის მერე 27 სექტემბერი არ შეიძლება ცალკე აღებული ავიღოთ. მე წაიკითხეთ მანამდე რა ხდებოდა და ამის მერე რა მოხდა. შეკითხვებს болოს დავსვამ. ეხლა მოусმინოთ რა ხდებოდა? Источником редакции газеты стало известно, что в начале октября 1993 года в грузинском землячестве теории при посольстве Республики Грузия в Российской Федерации, находящемся на Старом Арбате в Москве, под руководством тогдашнего чрезвычайного и полномочного посла Грузии господина Адвадзе, проводилось совещание влиятельных лиц грузинской национальности в сфере политики и бизнеса, организованной при помощи и при непосредственном участии вице-президента общества грузин России доктора наук Цагаришвили. Обсуждался один единственный вопрос о сборе 2 миллиардов рублей для передачи главнокомандующему Черноморским флотом адмиралу Балкину. Балтинას 2 миллиарди рублей რო შეუგროვეს, იმაზეა საუბარი ბატონებო. В найме военных кораблей под его же руководством, чтобы направить их в порт город Поти, Грузия, для военных действий. Среди собравшихся членов грузинской диаспоры разгорелся бурный спор о сроках и количестве денег. Очень жестко критиковались люди, достаточно состоятельные, но малообещающие. В частности, известный бизнесмен Илья Владимиридзе особенно бурно возмущался тем, что он внес уже 300 миллионов рублей, а кое-кто из не менее состоятельных ведет выжидающую политику. Тогда как страна Грузия в опасности и пассивно поглядывая на остальных, надеется на авось. Известно и большинство, с кем мы беседовали, подтверждает это, что посол Адвадзе тогда заявил примерно следующее. Хотите или нет, нужно собрать именно 2 миллиарда рублей за оставшуюся неделю. Поясним, что 1 700 000 000 уже собрано, и не хватает лишь 300 миллионов, которые пока не будут вручены лично Балкину, операция не начнется. При этом присутствовали многие известные люди, фамилии которых по известным причинам просили не называть. А всем известно, сколько Церетели лично помогал контактировать с военными и с бывшим министром обороны Российской Федерации Грачевым. Адвадзе, оказывается, с пеной у рта доказывал, что эти деньги пойдут на добрые дела. Мы освободим город Поти и Синаки от звердистов,
после чего они вынуждены побегут в сторону Абхазии, и там мы их настигнем. И под предлогом борьбы со звездистами войска Балкина совместно с нашими силами уничтожат всех врагов Грузии, тем самым убив 2 зайцев, освободив Абхазию от сепаратистов и уничтожив всех звездистов. Господин Шеварнадзе наконец-то сможет спокойно работать. Повернется язык сказать, что Давид Строитель был врагом Грузии, потому что ему 40 000 грузинских голов стоило благополучие, которого Грузия достигла во времена его царствования. Имеется в виду 40 000 неугодных дворян того времени. Вот как. То, что адмирал Балкин возглавил поход своей армады и прибыл в город Поти и вел там военные действия, известно всему миру. Интервью. Да, я помог Шеварнадзе по его личной просьбе. Примерно так высказался адмирал. И не дожидаясь решения российского правительства. Так, по просьбе Шеварнадзе или за взятку 2 миллиарда рублей, господин адмирал. Разъясните, пожалуйста. Хотя и в том, и в другом случае мы считаем это вызовом всему мировому сообществу и злоупотреблением служебным положением, а то и преступлением, совершенным самовольно, без санкций Верховного Главнокомандующего, президента Российской Федерации. Акт военного вмешательства в конфликт другого государства и ведение военных действий на стороне повстанцев, так называемых путчистов, против законной власти и ее президента совершает за взятку главнокомандующий флотом иностранного государства. Безумие, которое трудно себе представить даже в страшном сне. Редакция надеется, что не только лично бывший главнокомандующий Черноморским флотом адмирал Балкин заинтересован прояснить ситуацию, но и Генеральная прокуратура Российской Федерации и главная военная прокуратура скажут свое авторитетное слово и дадут всему случившемуся правовую оценку. Редакция же, в свою очередь, готова оказать посильную помощь. ეს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილია, ბატონებო, რომელმაც Вы только вслушайтесь, что она говорит о своей роли в событиях 1992-3 годов. Если по правде говоря, я всю свою жизнь прожила так, что были до этого, мы помним, со времен Звезда Гонцаходья, были митинги, были сопротивления. Я ни в одном процессе не принимала участия. Играла в шахматы и была занята только этим делом. Она бессовестно врет. Нона Гаприндашвили, заслуженная предательница Грузии. 2 миллиарда рублей, которые собрали изменники из Грузии. Это же должен был передать оккупанту Балкину. Как раз эту миссию взяла на себя она. Да-да, вы не ошиблись. Это она, представительница среднего пола, передала эти деньги Балкину, чтобы этот негодяй в военной форме разрушил Грузию и превратил ее в руины. Но уверяю вас, она и все, кто принял участие в распятии Грузии, все ответят, и будьте уверены, очень скоро. Ai ბატონებო, ეს არის დოკუმენტური მასალა, როდესაც ხდება იმ ფულის შეგროვება, ნონა გაფრინდაშვილმა შეაგროვა ეს 2 მილიარდი რუბლი მაშინ და ეს ჩატანილი იქნა, ჩემო კარგებო, ბალტინისთვის. შეგროვდა ადვაძის მიერ, შეაგროვა საბჭოთა ნომენკლატურამ და გადასცეს, ასე ვთქვათ, საკუთარი ქვეყნის დასარბევად, საკუთარი ქვეყნის დასაპყრობად გადასცეს 2 მილიარდი რუბლი ხალხო. თქვენ წარმოგიდგენიათ, ეხლა რამხელა
მიზერული თანხა უხეშად რო ვთქვათ, მაგრამ ეს აუცილებელი იყო იმპერიისთვის, რომ იუდას 30 ვერცხლი გაჩხრიალებულიყო იქ. აი აქ თქვენ სურათზე ხედავთ ედუარ ბალტინს, რომელიც უკვე მიიცვალა. ეს არის ედუარ ჩევარდნაძე, ეს არის კრავჩუკი. ედუარ ბალტინმა დაწერა წიგნი სხვათა შორის და ცოტა ხანში გარდაიცვალა. გარდაცვალებაში დაეხმარნენ, ეგ სხვა თემაა. მაგრამ ეს ფაქტია. მე მინდა ახლა თქვენ რო არ გვითხრათ ჩვენ რო ვიგონებთ, ვაბრალებთ ვიღაცას, წაგიკითხოთ ედუარ ბალტინის წიგნიდან ამონარიდი батонебо. Адмирал Эдуард Балтин. Мы прибыли в Западную Грузию по решению президентов Ельцина, Кравчука, Шеварднадзе. Ведь ЧФ был тогда под двойном российском, украинском подчинении. И гулисвеба ЧФ Черноморский флот. Через некоторое время ВВС Украины принял постановление всех украинцев из зоны чрезвычайного положения вернуть Севастополь. Я обратился к каждому персонально с просьбой принять самостоятельное решение на этом счет. В поте находилось 86 человек, принявший украинскую присягу. Никто из морских пехотинцев не согласился уехать, хотя служили не по контракту. В Севастополь отбили только 24 служивших морского инженерного службы. Აი ჩემო კარგებო პირდაპირ ახსენებს ეს ადამიანი რომ რა მოხდა და რა გააკეთეს მათ. ეს ამას ქვია ოკუპაცია, ანექსია, ბატონებო, სხვა კი არაფერი არ ქვია ამას. სხვა როგორ უნდა დავარქვა ჩვენ ამას, მე არ ვიცი. თუ რომელიმე თქვენთაგანი სხვა რამე სიტყვას მოძებნის, ეს არის ედუარდ ბალტინი, ასე ვთქვა თავის იმაში განსასვენებელში. იმედია არავის ეჭვი არ გაუჩნდება და არ უჩნდება რომ აქ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდ ღალატთან, მაგრამ ჩვენ გვინდა სამართლებრივი შეკითხვებით დავსვათ. 2000 წლის 28 სექტემბერს 22 საათზე გადაცემა TV რუსთავი-2-ში გადაცემის ტექსტი დაიბეჭდა გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში. სტუდიაშია შევარდნაძე, ბათიაშვილი, არმაზ სანებლიძე, შევარდნაძე პირველი. საქართველოს იმ დროს არ იყო სახელმწიფო. არ ყავდა მეთაური სახელმწიფოს. იმ დროს არ ყავდა მთავარსარდალი, ხელმძღვანელი სახელმწიფოს მართავდა 4-ეული. ეს პირველი. მეორე. როგორ შეიძლებოდა ჩვენ დაგვეწყო ომი? როცა ვიცოდით, ამბობს თვითონ ამ გადაცემაში, ამის უკან ვინ იდგა? ქვეყანა იყო მსოფლიო მასშტაბით იზოლაციაში, სადაც არ არსებობდა მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვა. რომელიც ჭკუად ყოფილი დაიწყებდა ომს. სვამენ თვითონ გამიგეთ, აბა რატო დაიწყეთ ბატონებო? ჩვენ ხوار დაგვიწყე იქნებ ზვიად გამსახურდიას დააბრალოთ. თუმცა თქვენ ძალიან დიდი სურვილი გქონდა თქვენი აგენტების საშუალებით. ომი დაგეწყოთ ზვიადისტების ხელით, რაც მე ჩავშალე და ეს სხვა გადაცემაში ვისაუბრებ ამაზე დღეს არ არის ამის დრო ფიზიკურად. ის დასეტკები დღესაც აგრძელებენ დამოუკიდებელი საქართველოს და მისი პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლას, რომლის უმრავლესობა დღეს ეგრეთ წოდებული საოკუპაციო რეჟიმის არჩევნებში მონაწილეობს. ეხლა არის ჩვენი შეკითხვები. გვიპასუხონ
შევარდნაძის მემკვიდრეებმა ვინ ჩამოიყვანა ჯალათი ედუარდ შევარდნაძეზეა საუბარი თავისი ჩამოვიდა კაცო ამ შეკითხვას ვსვამთ ყველა ერთად მე ამ შეკითხვას ვაჟღერებ უბრალოდ თორე ეს არ არის ჩემი შეკითხვა მარტო უბრალოდ ამ შემთხვევაში მე ვარ ამის გამხმოვანებელი და ასევე ვსვამთ რამოდენიმე შეკითხვას პირველი ბატონებო როგორ ჩაატარა ეგრეთ წოდებულმა იმედის არჩევნები სახელმწიფო ხომ არ იყო შევარდნაძის სიტყვებით საქართველო საუბარია როგორ ჩაატარა ედუარდ შევარდნაძემ ეს იმედის არჩევნები პირველი თუ სახელმწიფო არ იყო და მართლაც ესეა სხვათა შორის მაშინ კონსტიტუცია გაუქმებულია ჯაბა იოსელიანმა გააუქმა კონსტიტუცია და всё ვინ არ არსებობს იურიდიული კონსტიტუცია საერთოდ არ არსებობს მეორე როგორ გააუქმა საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების კონსტიტუცია აქ საუბარია ხუნტამ როგორ გააუქმა კონსტიტუცია ქვეყნის ხალხო ну არ ვიცი ახლა ამაზე როგორ უნდა ვილაპარაკო ან მე მესმის რომ ფორმალურად შეკრებილიყო საკონსტიტუციო სასამართლო ან ეგრეთ წოდებული სასამართლო ვინმე მოსამართლე მოეყვანა და რაღაცა ეკნათ ხალხო არა ჯაბა იოსელიანმა და ამ სამეულმა თუ ოთხეულმა თქვენს რომ კონსტიტუცია აღარ გვინდაო და მორჩა გააუქმეს მესამე როგორ დააკანონა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი ესე იგი რო უცხო ქვეყნის ჯარი რო დააკანონო შესაბამისად ამის ლეგიტიმაცია უნდა გაგაჩნდეს ბატონებო მეოთხე როგორ მოუხმო ბალტინს აქ მე გითხარით ჩვენ მე გაჩვენეთ ბალტინზე თვითონ აღიარებს ხო რის შემდგომ საბოლოოდ გაფორდა საქართველოს ოკუპაცია ანექსია და ამის მასალები წაკითხე და ორი აზრი აქ არ არსებობს მეხუთე ბალტინის წიგნიდან რომელიც წაკითხე ხლა ქართულად საქართველოში მისი შემოსვლასთან დაკავშირებით თანხის გარდა ფოთის სპორტს რატომ ჩუქნიდა უყურეთ აქ არის საუბარი თანხის გარდა ფოთის სპორტსაც ჩუქნიდნენ ოღონდ ზვიადი და მისი მხარდამჭერები ფიზიკურად გაენადგურებინა თუ არაფერზე არ იღეს პასუხისმგებლობას როგორც ჩვენით აღნიშნავს რა უფლებით შემოიყვანა უცხო ქვეყნის ჯარი საქართველოში თვითონ აღნიშნავს ხო ეგრე რომ არაფერი უფლება არ ქონდა და აბა რუსი ჯარი როგორ შემოიყვანე კაცო მეექვსე რომელი სახელმწიფო სახელით რა სტატუსით აკეთებდა განცხადებებს მსოფლიოს სახელმწიფო წინაშე შევარდნაძე რო აკეთებდა განცხადებებს რა ის ქონდა ასე ვთქვათ იურიდიული ძალაუფლება მას და იურიდიული სტატუსი რატომ დადუმდნენ მსოფლიოს სახელმწიფო მეთაურები საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში გამეფებულ უკანონობაზე რაზე სხვათა შორის ზვიად გამსახურდია პასუხი გასცა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ეროვნება არა აქვს ცხოველს ასევე მეშვიდე რატომ აწერდა ხელ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობის დოკუმენტებზე როდესაც თავად აღიარებს რომ შევარდნაძე საქართველოში არავითარი პოლიტიკურ თანამდებობის პირი არ ყოფილა თვითონ ამბობს რა ბატონო მერვე
ხუნტის მეთაურს რატომ ხვდებოდნენ უცხოელი პოლიტიკოსები, როდესაც მას არავითარი სტატუსი არ ჰქონდა მისივე ნათქვამით. ასევე აქედან მინდა მე კიდე დავუმატო და შეგახსენო ზვიად გამსახურდა, როდესაც ფინეთში ჩავიდა, ასე ვთქვათ, ჰელსინკში, მან მოინდომა გერმანიაში გადასვლა. მიმართა საელჩოს ლეგიტიმურად და საელჩო დაიმალა და ზვიად გამსახურდია, მან არ მიიღო ხალხო საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, ჯარით კი არ ჩავიდა, მარტო ჩავიდა დაცვის გარეშე. ეხლა რაც ამ სტატიიდან, რაც ჩვენ წაგიკითხეთ, რაც აქ გითხარით, აქედან ჩვენ შეგვიძლია რამოდენიმე დასკვნა გავაკეთოთ. დღეს რატო არ ადანაშაულებენ სააკაშვილის კოდორის დალის ხეობის რუსეთის გადაცემაში? მე რა მინდა გითხრათ, დღეს თქვენ თვითონ თქვენთაგან შეგიძლიათ შეხვიდეთ საარჩევნო, ასე ვთქვათ, ინტერნეტ საიტზე, სადაც არის დასახელებული თითეული რეგიონი, თითეული ქალაქი, რამდენი ამომრჩეველია. კოდორი კი არ წერია. წერია ზემო აფხაზეთი. როდის შემდეგ გახდა ბატონებო კოდორი ზემო აფხაზეთი? ზემო აფხაზეთი იმიტომ უწოდა სააკაშვილო, რომ წინასწარ გამზადა ის ოკუპაციისთვის, ტერიტორიის გადაცემისთვის რუსეთისთვის. სააკაშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ეგრეთ წოდებულ ოსეთის სამაჩაბლოს ტერიტორიების ჩაბარებას აფასებს ცინიკურად. რა თქმა უნდა, როდესაც ის ამბობს, რომ კერძოდ 140 კენჭის დაკარგვა არაფერს არ ნიშნავს. კენჭებში გულისხმობს დაკარგულ სოფლებს, რომელიც თავად განმარტა. სოფლებს და ამ სოფლებში 140 სოფელში თქვენ აწი დათვალეთ, რამდენი ადამიანი ცხოვრობს და რამდენ ტერიტორიას მოიცავს ხალხო. და რაც თავარია ახლა კიდე რელიგიური საკითხის უმისოდ ჩვენ არ შეგვიძლია ამას გავცდეთ. რატო? ჩვენ იცით ალბათ, რომ საქართველოს ტერიტორია დაყოფილია ეპარქიებად. ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსი დღეს მანამდე იყო მეუფე დანიელი, დღეს გახლავთ ილია მეორე შიოლაშვილი. შიოლაშვილის სტატუსი სხვა მხარეზე მიტროპოლიტის რას ნიშნავს? სახელის ტარებას, უმოქმედობას, ცუმაფხაზების ეპარქიაში. რატო არ შედის ის იმ ტერიტორიაზე? იმიტომ რომ როგორ არის იცით, ცუმაფხაზეთი არის შენი საეპარქიო და მართლმადიდებლობა მარტო ქართველების არ არის, მე გულისხმობ სწორი გაგებით ხალხო. იქ აფხაზეთის ტერიტორია თუ შენია, შენ უნდა შეხვიდე და იქ ადაგო. იქ ადაგო და შენი მწყემსი, შენ ხარ მწყემსი. მე ამის მაგალითი შემიძლია ძალიან ბევრი მოგიყვანოთ. ანთიმოზ ივერიელი ბოლო-ბოლო ქართველი იყო, მაგრამ პატრიარქი იყო სხვა ქვეყნის. და ძალიან ბევრი ეპისკოპოსები, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწეობდნენ და სხვადასხვა ქვეყნებში გადაგებდნენ. დღეს კიდე ამის მსგავსი არაფერი არ ხდება. პირიქით ბატონებო გაუცხოებული აფხაზეთი და მიცემულია საჯიჯგნად ყველა რჯულის სექტანდებისათვის. კაცმოზულე სექტანდებისათვის არ გულისხმობ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ტრადიციულ რელიგიებს, არამედ ასეთი ხალხისათვის. ჩემო კარგებო, დასასრულისკენ მივდივარ და აი ამ გაზეთში მე ამოვიკითხე საინტერესო რაღაცა და მინდა წაგიკითხოთ. ეს არის 2010 წელი, ესე იგი 10 წლის უკან.
და ამით მინდა დავამთავრე, იმიტომ რომ ეხლა ხო ცოტა ხანში სადღაც ერთ თვეში ხო არის არჩევნები. ეს არის ზურაბ ნოღაიდელის. აქ გამოტანილია მისი რამოდენიმე სიტყვა. ეს არჩევნებს ეხება, ჩემო კარგებო. სააკაშვილი პასუხს აგებს მიწის ყველა სანტიმეტრზე, რომელიც დაკარგა შარშან წინ 2008 წელზეა საუბარი. აგვისტოში მკვდარი უნდა ვიყო მან რო პასუხი არ აგოს. სად ხარ ბატონო ნოღაიდელო? ზურაბ ნოღაიდელო და ასევე შენი პარტიის დამქაშებო. სახელდაგვარებ ჯერ არ დაგასახელებ, მაგრამ ცოტა ხანს დაგასახელებ. ასევე მე უსმინეთ ახლა დღევანდელი ისტორიას როგორ გავს. უსმინეთ ვინც არჩევნების გაყალბება შეეცდება, ხელებს მოვატეხთ. თუ მაინც თავხედურად გააყალბებს, ამის შედეგად მოყვება აჯანყება და რევოლუცია. ეს მინდა ყველას კარგად ესმოდეს. ეს არის ზურაბ ნოღაიდელი, რომელსაც მე შევარქი სხვათა შორის ვირი, მერე ადგადა ნათელაშვილმა დაღლილი ვირი. ვირია, დაღლილი თუ დაუღლელი, მაგრამ მას არ უნდოდა ჩემო კარგებო, რომ ასე ვთქვათ, ჩემს მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ასე ვთქვათ, ეთქვა და თავის თავზე მიიწერა, იმიტომ რომ მოხდა ერთხელ, როდესაც ამას საუბრობდა ტელევიზიით, მე მის ხმიდან ყროყინი მომესმა. არა ადამიანის, არამედ ყროყინის. ასე რომ ჩემო კეთილო ხალხო, მე გისამძიმრებთ, უსამძიმრებთ თითოეულ ჩვენთაგანს იმ ადამიანებს, ვინც შეეწირნენ საქართველოს დამოუკიდებლობას და არა აფხაზეთს ბატონებო, საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და ულოცავ ყველა იმ მართლმადიდებელს, ჯვართამაღლებას, ჯვრისთაყვანისცემას. ჩვენ თუ გადაგვარჩენს ჯვარი ქრისტესი, როგორც დიდი კონსტანტინე ბრძანებს დიდოსტატის მარჯვენაში. მადლობთ ყურადღებისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ, გფარავდეთ ღმერთი.